ჩემ თვალწინ ხდებოდა პირველი მისია, როცა ჩამოვიდა სავალუტო ფონდის. ჯერ სოფლიო ბანკის ჩამოვიდა, მერე სავალუტო ფონდის. და მერე გაეროს UNDP-ის მისია და ასე შემდეგ. ანუ 93 წელს 12-ის ბოლოს და 13-ში, როცა ჩვენ გვაღიარეს ჯერ როგორც ქვეყანა სოფლიოში, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს ჩამოსვლა და უკვე პირველი ნაბიჯების გათხოვნა რა გავაკეთოთ. ნუ ხა იმათ თავის გამოცდილება ჰქონდათ, რომ ისეთ ქვეყანა, რომელიც ომშია 30% დარჩა ეკონომიკის უმუშევრობა, ინფლაცია, ნუ მეტი აღარ არსებობს. ანუ ამაზე რთული ეკონომიკურ სოციალური მდგომარეობა ზოგადად ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ ქვეყანას ჰქონდეს. რომ ნაბიჯები გადაიღო და პირველი იყო ეს ნუ ერთი მხარე იყო ჰუმანიტარული დახმარება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები გაწევდა იმ პერიოდში ხორბლით და სხვა პროდუქტებით, სხვა ქვეყნებიდან შედარებით მცირე და მეორე იყო ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ამას რატომ ამბობ, რომ აი ჩვენ ვთქვით საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ თუ სხვებს დაუჯეროთ. ეს ორგანიზაცია მე დღესაც ძლდება, მაგრამ დღეს თვისობრივად სხვა დონეზეა სავალუტო ფონდთან და სოფლიო ბანკთან ურთიერთობა, მაგრამ პირველ წლებში როცა ისინი ჩამოვიდნენ ნათქვამად თარობასთან ერთად დგებოდა იქ პროგრამები, რა უნდა გაკეთებულიყო კორუფციის მაღალი დონე და მათი ასე ვთქვათ ზეწოლა შედარებით მაღალი იყო, რომ აი ეს კონკრეტული რაღაცები უნდა გაკეთებულიყო, რომ ქვეყანას რაღაცა მიეღწია, მაგრამ მათ ეს პრაქტიკა გამოცდილებით ჰქონდა. საქართველოში ბევრს არ უნდა მიეღო ეს რატომ გვასწავლეს? ეს დღესაც არის ესე, რატომ გვასწავლეს სხვა ჭკუას, რატომ ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, ჩვენ ხო ვიცით, ჩვენი გზა გვაქვს, მაგრამ არის გარკვეული ასე ვთქვათ გამოცდილება მსოფლიოსი. ცხადია ის ზუსტად ერთნაირი არ მიერგება, მაგრამ ზოგადად ახლა ეკონომიკური გადაწყვეტილებები, როცა ჰიპერინფლაცია როგორ უნდა შეამცირო, ამის სტაბილიზაცია მოხდეს, არის კონკრეტული ნაბიჯები გადასაღმელი. იმას თუ არ გადადგავ. ფული არ უნდა დაბეჭდო. ხო, ფული არ უნდა დაბეჭდო, ზედმეტი ხარჯი უნდა შეამცირო, ძიმედ გადაივლის პირველი 6 თვე, უნდა გაუძლო. ამიტომ პოლიტიკოსებს ეშინია პირველ რიგში ამ ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ იმ წუთში ხელმოჭერა ხდება, მერე ხელმოჭერა ხდება ერთი ამ რესურსების და ვიღაცას ვისაც მისდიოდა ეს რესურსები აღარ მიუვათ. ანუ კარგავს რაღაც პოლიტიკურ ხარდამჭერებს და ასე უამრავი საკითხებია ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური გადამული